ოქტომბერშივე, აი ნახოთ რა. აი ახლა მე ხო უყურებდი ჩემ სოფელში რა ხდებოდა ტელევიზორი რო ყოფილი. ხო. ჩემი სოფელი იყო. მე ეგეთ წვალებაში ვარ ჩულობა. ვაფშე რა, კარგად გიწერიათ გაზეთში. რომ ჩვენ სოფელია ის. უკანასკნელი. მართლა მასე. პირველ ადგილზე ვარ ბოლოდან და ყველა აბსოლუტურად ყველა ანტი რეიტინგი გვაქვს პირველ ადგილზე. ჯუნგლები. გაუბედურებულები ვარ. აი სააკაშვილმა წაიღო განაცვალა. რაღაც კაცი გაკრულ მთებში დენი გაიყვანდა. მაესე გადის გამოდის ქვემოქეთში წყალგახა. მაგარ უნდა შემოსულიყო არ ეკითხა. ეწერია ბავი. რაც ქვემოქეთში არა. რა ვიცი რაც კი არის. ეს შული რა თუ არა. აქ შული აი ეკეთი იყო შულო და ავაცალე წვილად იყო ჩამოგდებული ეგ. ცოტა გადაუსი კი რაღაცა ცოტა მეთქი. წვიმა რომ მოდის ჩამოდის აი ტელეფონი მიხო აი ლოგინზე თუ ჩამოდის წყალი დახმარება მქონდა შვილ 30 ლარისაც მომიხსნეს სამი ქათმის გულის სამი ქათმის გულის პიცა ვართ ერთ შვილიშვილს დენი როდის იყო ბოლოსად ვაი მე 12 წლის წინ ჩვენ პატრონი არაბინ არა აუცილებლად და არ ინერვიულოთ ერთ ცოტა გადარჩა დავა როგორც გარეთ წვიმს მათო ლოგინებში არ ჩამოგდის წყალი ეგარი და იგი ცოტას გავზულოთ ბევრი ცოტას და მივხედავთ ამას აუცილებლად დღეს ორი გიდღი ქონდა ჩვენი მოსახლეობაში გასვლის წინასაარჩევნო კამპანია ჩამოვედით ქედებში ქვემოქედში ვიყავით არხიროშის ზემოქედში და მოვიდით ახლა ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას, სადაც 21 საუკუნეში არის დენია, წყალზე და გაზზე საუბარი ზედმეტია და თვითონ სახლიც ნახეთ რა მდგომარეობაშია. რა ვიცით. ტელევიზორებში რო შევხედოთ ამ სახელმწიფო არხებს, ქვეყანა შენდება, ქვეყანა წინ მიდის და ახალ-ახალი ქალაქების საშინებას აპირებენ და რეალურად ნახეთ, რომ დღე-დღეზე ალბათ ცოტა ისე ვდგევართ ჩვენც რომ არ ჩამოვართ დღე-დღეზე შეიძლება ჩამოინგრეს აქ ყველაფერი და არავინ არ ჩამოსულა და ყურადღებას არ მოუქცევიათ მოხუცი ადამიანი აქვს და შვილთან ერთად ცხოვრობს ჯერ ესეთ ადგილებს უნდა მივხედოთ და ესეთი ადგილები უნდა გავაკეთოთ და მე ავაშენოთ ახალი